ზოგადად ამ უცხოურ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით ხელისუფლების თავარი წყარებში არგუმენტი იყო და არის დღესაც ის, რომ უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთე, ამას ეუბნებიან ადამიანებს. შემოდის დიდი ფული და ეს თურმე ააყვავებს ქართულ ეკონომიკას და ამას იგრძნობენ თურმე ადამიანები. აი ამით აბნევს საზოგადოებას, რომ ფული შემოდის, იზრდება ქართული ეკონომიკა და ამის წინააღმდეგ ვინც მიდის, ისინი სინამდვილეში აი ამ უპრეცედენტო რაღაცა სიკეთეს და შანსს უპირისპირდებიან. აი მაგის პასუხი როგორი უნდა იყოს, როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ შემოდის ფული, შემოდის დიდი ინვესტიცია და ამის წინააღმდეგ რომ მივდივართ, თურმე ჩვენ ქვეყანას რაღაცა შანსს ვაკარგვინებთ. აი ეგ როგორ უნდა აუხსნათ საზოგადოებას, რომ სინამდვილეში ჩვენ არა ინვესტიციას და რაღაც სიკეთეს, არამედ საფრთხეს უპირისპირდებით. ამბობენ, რომ ფული შემოდის დიდი რაოდენობით ფულიო. მაგაში ვეთანხმები და მახსენდება საბჭოთა კავშირის დროს, ჩემი ბიჭობის დროს იყო ერთი ასეთი ანეკდოტი. გამოდის, რა ქვია, თანამდებობის პირი კომუნისტების დროს და ეუბნება, რომ მომავალ ხუთლეთში ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ. და დარბაზიდან ისმის ხმა, თქვენ კი პატიცებული, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ჩვენო. უბრალო ხალხო. ის რომ ფული შემოდის და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი დაახლოებით 10-15 ოჯახი გამდიდრდება, მაგაში ვეთანხმები აბსოლუტურად. მაგრამ იმ ხო, საერთოდ ჩემოჯაბა დედამიწაზე ცოცხალ ორგანიზმთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მერეთაც ჭამს, როდესაც გაძღება. ეს არის ადამიანი. არც ერთი ცხოველი, რომ გაძღება აღარ ჭამს. მხოლოდ ადამიანი ჭამს გაძღომის მერე. მაინც ჭამს. ასე რომ ფული რო არ აკლია მათ, ეს არ ნიშნავს, რომ ფული არ აკლია მათ. ფული მათ ყოველთვის აკლია. არასდროს უკმარისობის გზნობა აქვს და იმიტომ აკეთებენ ამ სიმბინძურებს. თორემ სინამდვილეში მაგათი ცხოვრების აზრი არის ფულის კეთება. ქვეყანას დღეს ხომ მართავს 10-15 ოჯახი, სულ ესაა. შესაბამისად, მაგათთვის ფული შემოვა და შემოდის, რაზეა საუბარი. მაგრამ თუ ჩვენ ფინანსურ შემოსავალზე ლაპარაკობთ, საქართველოს მოსახლეობის 99% ამ შემოსავალს ვერც იგრძნობს. უფრო მეტიც, ღირსება კიდევ უფრო მეტად დაეკარგება მოსახლეობას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მაგ ქალაქებში იქნებიან ან ბორდელის სექსუალურ მოშაკები, ან ბორდელებში მეკარეებად ვიჭები. ეს არის ბოლო ხვედრი ქართველის. მაგ ქალაქების აშენების მერე. რა თქმა უნდა, ვინც დარჩება ქართველი, ვინც წინააღმდეგობას გაწევს, იმას მოკლავენ. და დარჩებიან მაგ კატეგორია ხალხის. ხალხი მოიგებს რას? აი რა თქვი ის დარჩება ხალხი. მოგება არის ეს. კი ბატონო. და ფულს არ შეეხება. აი ერთხელ ეთერში რა ქვია, იყო საუბარი, ჩვენი ბიჭები რო საუბრობდნენ და მამათმავლობის პროპაგანდა მინისტრად ამათ გონიან რომ გამდიდრდებიანო, მაგრამ ღარიბი მამათმავლები იქნებითო, ვეთანხმები. ზნეობა დაკარგული, ღირსება ახთილი და მაინც ბოლომდე გაღარიბებული, უფრო მეტად გათხოვებული ქართველები ვიქნებით. ეს მეგობრებო, უნდა გავაცნობიეროთ. არავინ არ აკეთებს ქალაქებს შენი გამდიდრებისთვის ქართველო. შენი უბრალო რიგით ქართველებს მოგვარდა შენთვის იმ ქალაქებს არავინ აშენებს. ნუ გახარ მაგ ილუზიაში, ხელისუფლება გატყუებს, კაცო. შენ ვინ რას მოგცემს ფულს? რომ ფულის იმათ რო ხარ და მოკიდებული გონია რომ შენ მოგცემენ. როდის მოუწია ხელისუფლება შენთვის ფული? რომელიც სიმდიდრეზე როდის მოგთარა ეგ? ასე რომ მეგობრებო, რაც ამ ქალაქებით მივიღებ ჩვენ ღირსების აყრას, პატივის აყრას, სამშობლოს დაკარგვას და დიდი ალბათობით ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობას ამას მივიღებ. ქართველი ენის გენოციდს კიდე რა თქმა უნდა საბოლოო გენოციდს. და ჩვენი ხმაური, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი მართალი სიტყვის თქმა კი ამ ქვეყანას გადაარჩენს.